მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ძალიან ბევრი რამეზე მსურს საუბარი, მაგრამ მათ ისევ ფილმებზე შევჯერდები და ერთ-ერთ აღწერა შემოგთავაზებთ ამჯერად ქართულ ენაზე. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი საერთოდ ჩამეწერა თუ არა, ან ინგლისურად ხარ ჩამეწერა, მაგრამ ძალიან პრობლემატური საკითხია ამ ფილმში და ზოგადად ძალიან ძველი ფილმია, რა დააკვირდეთ 1955 წლის მოკლე შეხვედრაზე ქვია სახელწოდება Brief Encounter. მოკლედ ასე ვთქვათ, რომ გადავთვალოთ 80 წლის წინანდელია, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებთ იმდენ მაინც აქტუალურია, რომ ვუყურებ თუნდაც საქაურწყვილებს და ასე შემდეგ. რომ მომიდა რომ ჩამეწერა მაინც მოკლედ დავიწყებ თვითონ ფილმის აღწერას, ისევე ვცდები რომ არ დაგასპოილეროთ. ფილმი არის ორ ადამიანზე, ვერ ვიტყვი ბოლომდე მარტოსულ, ბოლომდე მელანქოლიურ, მაგრამ ამ ეფექტებსაც მაინც მოიცავს. ორი ადამიანი, რომელიც იმყოფება ქორწინებაში და გონიათ, რომ არიან ძალიან ბედნიერები. მოქმედება ხდება ინგლისში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩემი აზრით ძალიან კარგად წარმოაჩინა ფილმმა, როგორ უტრიალებს ადამიანს, ტვინს ზოგადად ომი უკვე სრულიად აღშფოთებულ მდგომარეობაში გაქვს ტვინი ვეღარა და ვეღარ ისვენებს და ერთადერთი რაც გონიათ, რომ ასე ვთქვათ ამ ტვინს სიმშვიდეს მოუტანს არის სრულიად ჩვეულებრივად ცხოვრება, როგორც ყველა სხვა ცხოვრობს, ანუ ოჯახი შექმნა ამ შემდეგ. ზოგადად მე ყოველთვის ისე ვიყავი, რომ რაღაცას აი ბავშვებიდან რო შეთაგინარგავენ, ხო იცი, შენ ტვინი უარყოფს და უარყოფს ამ იდეას და ჩვენთან ძალიან იცოდნენ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად ფორმირება იდეის. თავის ცხოვრებით უკმაყოფილო ხალხი შენზე ახდენ და ასე ვთქვათ ზეგავლენას უნდათ რომ ისე გეცხოვრე როგორც მათ სურდათ, რაც ძალიან არ მოგწონდა და უკვე აი ბავშვობაში რო ხედავდი ეს ქორწინა წყვილებს, კაბებს, ასე ვთქვათ ცოტა რიყოს გულით შეგნება გეუფლებოდა. რადგანაც ბოლომდე არ გადაგიარა. ასე ვთქვათ, ეს ფილმი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როგორ თქვა ქართულად ამ სიტყვა ლემერენს, ანუ მიჯაჭვულობის რაღაც მაგალითია. თუმცა არაფერი სერიოზული არ ხდება ორ პერსონაჟს შორის, თუმცა ძალიან სურთ, რომ არ ცხოვრობდნენ ისე ცხოვრობით, როგორც ცხოვრობენ. ერთი-ორი დღით მაინც დაივიწყონ, რა მოხდა, რა ხდება მათ გარშემო და ყველა საინტერესო ფაქტი ის არის, რომ არ ჩანს მეორე პერსონაჟის მეუღლე, პირველის მეუღლე ჩანს ხოლმე და ძალიან კარგი ადამიანია და ცოტა გაბრაზდები თვითონ ამ პერსონაჟზეც, რომ შეიძლება რა თქმა უნდა როგორც ადრე იყო გარიგებით მოხდა ყველაფერი, მაგრამ რაღაც ისეთ იდილია ჰარმონიაში არიან და გეწყინება, ასე ვთქვათ, რომ სხვამგარეს იხურება. მოკლედ ეს ორი პიროვნება სხვებზე არიან დაქორწინებული და ერთმანეთს გაიცნობენ სრულიად შემთხვევით. და ძალიან სასაცილოა რა არის, მე ზოგადად ძალიან ვაკვირდები დამთხოვებს და სულ დამთხოვები ხდება რა. ხო და ასენა ამ ფილმს ჩავრთავდი, თვალში ნახე ჩამივარდა და ვერაფრით ვერ მომიცილე. ჩავრთა ეს ფილმი და ზოგადად მაგით იწყება, რომ პერსონაჟს თვალში რაღაც ჩომარდება. ვერაფრით ვერ მოიცილებს იმ რაღაცას და სხვა პერსონაჟი დაეხმარება და უბრალოდ გამეცინა, რომ აი ფილმშიც კი წაწყდები დამთხოვებს, რაც შენ რეალურ ცხოვრებაში შეიძლება იმ პერსონაჟთან საერთოდ არაფერი გაქვს საერთო, რაც შემთხვევაში ასეა, მაგრამ რაღაც ხრივ დამთხოვება მაინც ხდება რა. მოკლედ შემდეგ ყოველ ხუთშაბათს ხდებიან ერთმანეთს სრულიად ჩვეულებრივ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ასე ვთქვათ, დაოჯახებულია ორივეს ორი შვილი ყავს, გოგო და ბიჭი ქალს, ბიჭები კაცს და ასე ვთქვათ, მიდიან კინოში, წიგნის მაღაზიაში, კაფეში, ასე ვთქვათ. ჩვეულებრივად რა, როგორც მეგობრულად, მაგრამ არ არსებობს რა მეგობრობა. გაჭერს ჩააგდო. თვითონ რეჟისორი მის სხვა ფილმებზე აუცილებლად ჩავწერე რევიუებს, Lawrence of Arabia, Summertime, თვითონ ის Brief Encounter, იმდენი კარგი ფილმი აქვს გადაღებული, Great Expectations. ძალიან უყვარდა აკრძალული თემები, როგორც დავაკვირდი და თვითონ ზოგადად ასე ვთქვათ, ისეთ ფილმს იღებდა, რომ ქორწინების არ გწევს ადამიანს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგვიჯერ იყო დაქორწინებული თან ორჯერ თავის ნათესავზე, რაც იმ დროინდელ ინგლისში და ზოგადად სამყაროში ძალიან მიუღებლად ითვლებოდა. ძალიან მალე გაუცხოდებოდა ყველა ადამიანისგან და თვითონ აქვს ნათქვამი, რომ 1000 ჯერ მაინც შემიყვარდა და ალბათ ფილმებმაც და
აი პასტერნაკის ფონოგრამაც მოქმედა მასზე. მაგრამ ძალიან კარგად გადმოსცემდა ყველაფერს თავის ფილმებში და ჩემი აზრით ყველაზე იდეალური ფილმი მარტოობის Summertime აქვს, რომელიც ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ ძალიან კარგია და მასაც ერთხელ აუცილებლად ჩავწერ აღწერას. ვეცდები რომ ქართულად და არა ინგლისურად გააჩნია. თქვენ დამოკიდებლებას დავანახავთ და იმედიაც არ იქნება, მაგრამ ყველაფერს ველოდები. მოკლედ ბოლოს უკვე Catch Feelings ხდება ერთ-ერთ ხუთშაბათს და მე ერთ-ერთი პერსონაჟი მეორე შეთავაზებს, რომ აი წავიდნენ დოგმების წინააღმდეგ, მაგრამ ანუ კი 45 წლის ფილმია, მაგრამ მოქმედება ხდება 36 წლის ინგლისში და ძალიან დაკომპლექსებული ისე ფორმირებული ოჯახები, ასე ვთქვათ, გარიგები და ძალიან სტრესში არიან, ასე ვთქვათ, პერსონაჟი. და მათიც სრულიად გასაგებია, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთი გადაწყვეტს, რომ საერთოდ კარგი მაგას არ ვიტყვი. და რა თქმა უნდა, ჩვენი ნოტიცი დამთავრდება ფილმი იმ დროს, ასეთ ფილმს რო happy end იქონოდა, ალბათ ჩაწრილავდნენ ამ რეჟისორს. ძალიან მიყვარს თვითონ ფრაზები, იმდენად კარგი ფრაზები აქვს. ერთ ფრაზას აქ არ წარმოაჩენი ისე როგორ მინდა რომ გენდობოდე, როგორ მინდა რომ ჭკვიანი, კარგი მეგობარი იყო, იმის ნაცვლად რომ ასეთი ჭორიკანა ხარ. როგორ მინდა რომ ვთქვათ მოგახარჯო. ძალიან კარგად არის შინაგანი კონფლიქტი გადმოცემული და რა სიტყვენჩებს, რა სიტყვიან, რომ აი როგორ გაინტერესებს სხვა რა სიტყვის არა და სულ არ უნდა გაინტერესებდეს სხვა რა სიტყვის და რას ფიქრობ შენზე, იმიტომ რომ შენ თვითონ მაგალითად ცხოვრება არ გადარდებს და არც გინდა რომ ჩაერიო. აი მე პირადად არასდროს არაფრის დაშავება მინდოდა და აი სხვები რატომ იშოვებდნენ რამეს ვერასდროს ვერ ხვდებოდი. ანუ მათი კომპლექსებიდან გამომდინარე ხდებოდა ალბათ და მე ვცდილობდი რომ აი არანაირი კომპლექსი არ მქონოდა, თუნდაც მათ დავე კომპლექსებინე, არანაირად არ მეძიებინა მათზე შური და მაინც ვერ ხვდებოდი აი ხალხში ეს ჭორაობის ბოროტება, საიდან გროვდებოდა. შემდეგ კიდევ არანაირი ფიქრი არ მაქვს, მხოლოდ სურვილი რომ არაფერი არ ვიგვიცნო საერთოდ და არ ვიყო უბედური. კი ძალიან იდეალური ფრაზაა, არაფერი არ არის სამუდამო. ამაში უკვე წუნდები ადრე მეგონა რომ რაღაც ყველაფერი სამუდამოა, რაღაც ისტორიას რო სწავლობდი და ძალიან გიყვარდა მე თვითონ ისტორიაც მაქვს ჩაყარებული და ძალიან ფიქრობდი რომ აი რაღაცა იმპერია, რაღაც პერიოდი ხო გრძელდებოდა, მაგრამ მაინც ბოლოს ხვდებოდი რომ ისიც არ იყო სამუდამო, მაგეთი მართლობაც არ იყო სამუდამო, ვერაფერს ვერ ინარჩუნებ ადამიანის სამუდამოდ. არაფერი არ არის სამუდამო, არც იმედგაცრუება, არც ბედნიერება. არაფერი არ გრძელდება დიდი ხანი თვითონ ცხოვრებას, ხო, აი ვედრე ვერ ხვდებოდი, მაგრამ ისე უცებ მართლა ჩაიქროლებს, რომ ეტყობა, მაგას ვერ გაცნობიერებ. ძალიან მომწონს მატარებლის თვითონ, ასე ვთქვათ, significance ამ ფილმში მეტაფორული დატვირთვა, რომ ყოველთვის მატარებელი ვით არა ცხოვრება ელოდები რაღაცას და არ ხდება და გინდა იმ მატარებელს გაყვეს, თქვა აი ინდოელებს აქვთ, რომ გამოთქვა, რომ უცნობ მატარებელს გააყევი და სწორ დანიშნულებაზე მიგყვეს და ძალიან კარგია, ძალიან ბევრს გამეორები ამერიკულ, კორეულ სხვადასხვა ფილმებში, იაპონურში თუნდაც და ძალიან კარგი ფრაზაა, მომწონს ინდოელები რომ სიბრძნე მივიდნენ, ეგეც მიგყვეს. მაგრამ ყველას ყავს თავის ქვეყანაში გამოჩენილი და მოძრაუნე ადამიანები რა და ერთიანი იმიჯით სურათით არ უნდა ვიმსჯელოთ სხვებს. ბოლოს ვფიქრობ, რომ არავინ არის იდეალურად ბედნიერი, მაგრამ რომ იყო თვითონ უბრალო, ალბათ სწორედ აქ მოიპოვებს სიმშვიდეს და თავის ცხოვრებას ეგუება. რაღაცა ისეთ უკმაყოფილების განცდაც გიტოვებს ეს, რომ თამბრაზობ ადამიანი, მაგრამ რა სიზავ. ეგეთი იყო ცხოვრება ადრე, ეგეთია ცხოვრება ეხლა და ისე არ გიყვარს ეს საზოგადოების მიერ მოხვეული აზრები შენს თავზე, რომ ხვდები ამ ფილმის თავისადმოს, თუნდაც შენ არასდროს არ გქონდა მსგავსი შემთხვევა. მაინც ხვდები რა. ასე რომ გირჩევთ მოკლე შეხვედრის ყურებას. იმედია ძალიან არ დაგასპოილერეთ და მოგადამეთ ძველი საუკუნეების ფილმების გაცნობა.